რა არის შიგნით არ ვთქვა. არ ვთქვათ. რა არის შიგნით? ხო, რა არის შიგნით ეს უკვე ძაში ნახეთ და ეს მოგესალმებით მათე მოტორსიდან გაიყიდა მორიგი ავტომობილი ულამაზესი ჯეტურ X70 პლუსი და ეს ავტომობილი ულამაზესმა ქალბატონმა მარიმ შეიძინა მისთვის და მისი ოჯახისთვის. გილოცავთ ქალბატონო მარიამ წინვალე შენაძეს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს და დღეს სიურპრიზი გვაქვს. მათე მოტორში გეგმება ახალი ტრადიცია. ამ ტრადიციას დღეს ჩაიყრება საფუძველი და თქვენ იქნებით პირველი მომხმარებელი, რომელსაც გადაეცემა საჩუქრები. ამ საჩუქრებს კი ყველა მალე ნახავთ. ახლა ჯერ განვიხილოთ ეს ავტომობილი და გაჩვენებთ საჩუქრებსაც. ეს არის ჯეტურ X70 პლუსი, ყავის ინტერიერი, ძალიან ლამაზი ავტომობილი არის, უმაღლესი კომპლექტაცია, როგორც ყველა კარგად ხედავთ. ძალიან კარგი იდეალური საოჯახო ავტომობილი. ახლა კი გადავიდეთ საჩუქრებზე, რაც ყველაზე კარგია და მე ვხედავ ბატონ გელა ბარკალაიას და ვთხოვ, რომ პირველი საჩუქარი გადასცეს თვითონ და რომ გამოგვეპარა, ხო? არ გამოგეპარება, ხო? ქალბატონმა შეიძინა ავტომობილი. მოგზავნით ქალბატონო მარია. ქალბატონო მარი, გილოცავთ. ავტომობილი შეძენას უყურეთ როგორ არის. ავტომობილი არის ფუფუნების საგანი, ხო? დიახ. ამიტომ ავტომობილი ყველასთვის კარგია. ქალისთვისაც, კაცისთვისაც, ახალგაზრდისთვისაც და დარწმუნებული ვარ, რომ მოიხმართ ისე როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია. მოდი ახლა დღეს პირველი არის ჩემი ხელით შექმნილი რაღაც სუვენირები რო გადმოგცემ. აუყურეთ რა ხდება. პირველად თქვენ გადმოგცემთ ახლა ჩვენ. ეს არის უშუალოდ ჩემი შექმნილი, ეს არის ჩემი ინიციალით, ჩემი ხელის მოწერით და ამას ჩუქნით პირველი ხარ თქვენ და ეს არის ჩემი დიზაინით გაკეთებული და შექმნილი. ეს მინდა რომ თქვენთან იყოს, თქვენს ოჯახში იყოს და იყოს ეს ჩემგან როგორც საჩუქარი, სურპრიზი და რა ვიცი ეს თავისი ჩამოსაკიდით, ეს არის 100% ჩემი შექმნილი, რომელსაც სამი თვე ჩვენ ვიხილავთ და თუ რა გაგვიკეთებია და მართლა დათო ისა გიო ანახე, ეს არის ძალიან კარგი საჩუქარი, ვინც იცის და ვინც არ იცის იმისთვის რა მნიშვნელობა. ზოგს გონია საჩუქარი მარტო ავტომობილია, მაგრამ ზოგისთვის ვინც იცის ამის წაკითხვა, იმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მას თავისი მომხმარებელი ყავს და ვისაც ვინც იცის ამის ფასი. ნამდვილად ღირებული საჩუქარი. ეს არის ჩვენგან საჩუქრად. ეს კიდევ ჩვენგან ესეც ჩემი შექმნილია, ჩემი დიზაინით. ესეც არის რა არის შიგნით არ ვთქვა. არ ვთქვათ. რა არის შიგნით? ხო, რა არის შიგნით? ეს უკვე გზაში ნახეთ და ესეც არის ჩემი შექმნილი, არის რა თქმა უნდა სუნამო, მაგრამ არის GB-ს რა ქვია? ინიციალები. ამიტომ ეს საჩუქარი არის ჩვენგან, ხოლო აგერ არის ავტომობილის მათე მოტორსის ბრულოკი თუ რაც ქვია, ეს არის კიდევ გარანტია. უყურეთ როგორ არის. ავტომობილს ყიდულობენ ქუჩა-ქუჩა და მერე ტირია. აი ეს არის უბედურება, რომ ავტომობილი იქ უნდა იყიდო, სადაც მას აქვს გარანტია და სადაც ამ ავტომობილს მოუვია. უყურეთ როგორ არის. ეს არის რაღაც რკინა, ხო? საათი ფუშდება. ყველაფერი ფუშდება, ხო? ამ ქვეყანაზე ისეთი რამე არ არის, რომ არ ფუშდება. მაგრამ ისეთ ადგილზე უნდა შეიძინოს, სადაც მე ამას შეგიკეთებენ, მოუვიათ. მე იმის ტირილი რომ იცი რა კი არა. იქ იყიდეს, სადაც მას აძლევენ გარანტიას და ამ თქვენ ავტომობილს აქვს 10 წლიანი გარანტია და თბილისის სერვისში, ბათუმის სერვისში, ქუთაისის სერვისში, სადაც გინდა, იქ შეგიძლიათ ზეთის შეცვლა თუ მანქანის შერემონტება. რა ვიცი, ძალიან კარგი არის, რომ შეიძინეთ, თბილისში ცხოვრობთ, ხო? ძალიან კარგი ავტომობილია და მით უმეტეს, აი, წარმოიდგინეთ ეს ბრენდი, ჯეტური არის ჩვენი ბრენდი და ეს ბრენდი ჩვენს ხელში იქნება, სანამ ჩვენ გვინდა. სანამ პოპულარული იქნება და რავი, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი გაიყიდა, აი, ძალიან ბევრი გაიყიდა და სახელმწიფოდაც ძალიან ბევრს გაიყიდება და გილოცავთ და
ისურვებთ წარმატებას და გეთქვას, რომ აი ამ ბიჭებს მისი ხელმძღვანელის სახელით ძალიან კარგი ხელი ქონიაო, ხო ესეა? და დარწმუნებული ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ ავტომობილი არის მოტივი. როცა ავტომობილი კარგი ყავს, უფრო ადრე დგები, უფრო მეც მუშაობ, მეტი ენერგია მოდის და გისურვებთ წარმატებას. დათო, ყვანყოფილი ხარ? ძალიან ყვანყოფილი ვარ და დავამატებ იმას, რომ ეს საჩუქრები იქნება როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის და ბათუმის ფილიალებში, სამივე ადგილას. ყვანყოფილი ხარ? ეს ჩვენი ბიჭები ეს ჩვენი ბიჭები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მომხმარებელს თავი შეაყვანონ. უყურეთ როგორ არის. მთელი საქართველო ისნობს ამ ახალგაზრდებს. რატომ? იმიტომ რომ ისე ავტომობილს არ გაყიდიან, რომ რაც შეიძლება რომ არ მოეფერონ და ყველაფერს უკეთებენ იმისთვის, რომ მომხმარებელი უნდა იყოს ყვანყოფილი. ბევრი არის სხვადასხვა ხასიათის მომხმარებელი, მაგრამ პირდაპირ წერია ბიზნესის წიგნში, რომ მომხმარებელი ყოველთვის მართალია და 100-ჯერ რომ მოგიწიოს, 100-ჯერ უნდა აუხსნა, რომ შენ კარგი ბიჭი ხარ, კარგი გამყიდველი ხარ და შენი ავტომობილი არის კარგი და სწორი არჩევა გააკეთე, რომ მათე მოტორში მოდი. მათე მოტორსი არის 40 წლიანი კომპანია. 50 წელია მანქანებს ყიდდა. ახლა რა ვიცი, რა უნდა იყოს ისეთი, რომ ჩვენ გაყიდულ ავტომობილებს ვერ მოუვაროთ. გისურვებთ წარმატებას. ბედნიერად. ნახვამდის. ბედნიერად.